არის თუ არა რუსეთის საქართველოს მტერი? ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიების 20% დაპყრობილი აქვს, წესით მტრად უნდა შეიქმნას. გამოგდებული ვარ იქიდან, გამოსული ვარ ჩემი კუთხიდან, ჩემი მიწიდან და მტერია. რუსეთმა როგორც კი დაიწყო დაპყრობითი ომები, მისი დიქტატურა რო დაიწყო იქიდან, დღემდე გრძელდება. და ზოგან მობიერის სახით ვითომ რაღაც შენიღბული სახით გამოყოფს, ზოგან კიდე ტყაპას გაადენინებს სამოქალაქო თვითმფრინავს და ოდიში და სუფეხებზე კიდია, ესე იგი მშვიდობიანი მოსახლეობა ჩაიხოცა თუ ჯარისკაცი. რაც უფრო რუსეთთან ახლოს ვიქნებით, უფრო მეტად ჩაერევიან ჩვენში და პოლიტიკურ ურთიერთობებში და ბევრი რამე ვფიქრობ, რომ უფრო გაფუჭდება. იმდენ წლების განმავლობაში რამდენჯერ დაგვარბია მტერია. ოკუპანტია. მის დღემში ვხედავ, რომ სიკეთე არ უნდა რუსეთს ჩვენი. რუს ხალხს ვერ დავემდურებიან, თვითონ მთავრობა პუტინი თავისი დამქაშებით იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. თუ რამე ჭირიქვის მაგათ გამჭირს, დაბა არ უნდა ვიფიქრო. თუმცა მომხრევა ურთიერთობის სტაბილურობისკენ თუ წავასაქმე და რეგულაციები შეიძლება და თუ უკეთესი ურთიერთობა გვექნება, მაგრამ არა ისე როგორც დიდი ძმა პატარა ძმას უბაგუნებს თავში. და რაც ეხლა ბოლოს აკეთებენ სოფლიოში და სოფლიოს თავზე აზიან, მაგას მთელი ქვეყანა აღიარებს და მთელი სოფლიო აღიარებს. მტერს არ ვამბობ, მაგრამ მე თვითონ ჩემი აზრი გამაჩნია, მე არ მივესალმები რუსეთთან ურთიერთობას. ტერიტორიები უნდა რომ დაიპყროს. შავი ზღვის ჩაგდება უნდა რა. რაღაცა რა მგონია. თვითონ ხალხი არ არის მტერი რა ეს რაც შევიდა პოლიტიკოსებმა გამოიწვიეს ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ რომ მთავრობების ბრალია, ხალხი არ არის ერთმანეთის მტერი. მე მგონი რომ არა. რუსეთი გვინახავდა ჩვენ. როცა რუსეთი გვინახავდა, მაშინ კარგები იყვნენ, ეხლა აღარ ვარ განა. რუსეთი გვირჩევნია ჩვენ ევროპას. სულ ყოველთვის. მეზობელი გავაგდეთ და ვიღაცა გემევ კიდე სადა. მე რუსები მიყვარს, უბრალოდ რუსეთის პოლიტიკოსები არ მიყვარს და ისინი მგონია საქართველოს მტერი. არც მტერია თითქმის მთლად და არც მოყვარე. ურთიერთობის აღდგენა გვაწყობს, მაგრამ ეგ ტერიტორიების ოკუპირება არ გვაწყობს. ტერიტორიების დაბრუნება გვინდა. თვითონ კრემლის პოლიტიკა არის მტრული განწყობით და ხალხის რო გითხრა ხალხის არა. ეგეც პოლიტიკური. ეგეც პოლიტიკიდან გამომდინარე. რო არ იყოს ის მართულ ხართები და ისინი ამხელა ტერიტორიები თავისთავად არ იქნებოდა ძარცმული. მეზობელთან თუ არა ხარ კარგად, ეს ხასთან როგორ უნდა იყო კარგად ერთი. სულ იქ ამაგნა შოვნი თუ რა ემა, კაბა როგორი მტერია. იქ ავარ გაზილი. ჩამოვიდა მე იმის შემდეგ სულ უმუშევარი ვარ აქ და არაფერი არ მიკეთები. იქ დაბადებული ვარ, ნახევარზე მეტი ნათესაობა იქ ამყავს. მე დიდი მომხრე ვარ, თუ კი ისეთი ურთიერთობა გვექნება როგორც ადრე. ადრე უფრო კარგად ვიყავით, როცა რუსეთი იყო და მოყოფილი არ ვიყავი. ეხლა უფრო გაჭირდა. ერთმორწმუნეები ვართ, მართლმადიდებლები. ჩვენი მეზობელია. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი წასულია რუსეთში. იქიდან არჩენს ოჯახებს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ოჯახებს, რომ იქიდან არ არჩენდნენ, რა დღეში იქნებოდა ქვეყანა. უბრალოდ იმხელა მეზობელია, რომ უნდა გაუწიო ანგარიში. არაფერი არ გვეშველება. არ არის მტერი, მე ეგრე ვფიქრობ. აუცილებლად უნდა აღდგეს რუსეთთან ურთიერთობა და აუცილებლად ტკბილი ურთიერთობით უნდა დაბრუნდეს ჩვენი ტერიტორიები. სხვანაირად ჩვენ იმათ ომს ვერ მოვუგებთ. სახთან რო მეზობელი ყავს, იმას არ უცვლად იქნები და აგ ხელს სხვანა გაიშვერ. ის ჯობია თუ ის აზრით გვერდზე მეზობელი ყავდეს წესიერი. საქართველოს მტერი საერთოდ რუსეთი არც აყოფილა ხალხის მიმართ. ხალხის მიმართ. ეხლა მთავრობებში თვითონ გაარჩიონ საქმე. რუსეთი საქართველოს მტერი უფრო შეიძლება ჩაითვალა ქართულ საზოგადოებას, რომ უფრო 2008 წელში იყო. მეზობელი ქვეყანაა რუსეთი და ალბათ არ უნდა იყოს მტრობა საქართველოსა და რუსეთს შორის. სანად სამოყავი ხა. შვილიშვილები და ვერ მივდივარ იქა. რა ჯობია სიტყვი გახარება, ჟანტილობა, მიხვალ, მოხვალ, შვილებთან, შვილიშვილთან. რეჟიმ რუსეთია ყველაფერი ჩვენთვის. მან გადის კარგი, თამით მე ჩვენი კახელების და ქართული ხალხის ძირითადი გზამანდა ეს ვენახია თუ ვთქვათ მოსავალი. მანდ გაიყიდოს ყველაფერი. არა არის მტერი. რუსეთში ვარ ნატარი და ვიცი რაც არის და როგორც არის. ეს აი ქრო დგევარ. არაჯობია იქ გავიდე ეს რუსეთში. ვერცავად გერმანიაში, ვერცავად გლეხობაზე გეუნებ. ვერცავად ამერიკაში, ვერცაფრანგეთში, რუსეთში კი დავდიოდით ხოლმე. კი, არის. ყოველთვის გვებრძოლება და იმიტომ კაი მიზნები არა აქვს ჩვენს მიმართ. ყველა იმპერია ჩვენი მეზობელი იქნება თუ არ არის მეზობელი, ჩვენი მტერია. არასიამოვნებაა ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენ ტრადიციების დამცველები რო ვართ და აი ამიტომ ვარ მტერი.